მოგესალმებით, ეს გადაცემა საქმეა, რადგან წინა საახალწლო პერიოდია და ის ეტაპია, როდესაც გასული წლის შედეგების დაჯამების დრო დგება, გადავწყვიტეთ, რომ ცოტა შეგვეცვალა ჩვენი გადაცემის ფორმატი და არა მხოლოდ ფორმატი, მაგალითად ისეთი შეკითხვები დაგვესვათ ჩვენი რესპონდენტებისთვის, რისი შესაძლებლობაც ჩვეულებრივ არ გვეძლევა ხოლმე. პირველ რიგში კი გვაინტერესებს, რამდენად რთული და გამოწვევებით სავსე იყო გასული 2025 წელი კერძო სექტორისთვის და რეალურად აისახა თუ არა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიარა ქვეყანამ ბიზნესზე, ამიტომ რა შედეგებით ასრულებს უკვე გასულ წელს ბიზნესი და რა პერსპექტივებით ხვდება ახალ წელს, მოდი ახლა ერთად გავიგოთ. როგორც გითხარით, წლის ბოლოს ცოტა განსხვავებული ფორმატის გადაცემა საქმე გვექნება და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ყოველთვის კარგად ნაცნობი Coca-Cola ბოთლის ჯორჯიას და McDonald's-ის დამფუძნებელი საქართველოში თემურ ჭყონია. მოგესალმებით, მადლობა. Დამდეგ ახალწელს გილოცავთ. მადლობა თქვენს გილოცავთ, მაგრამ ამისთვის ცოტა მოვიტოვოთ და ბოლოსთვის მილოცვები და სურვილები. კი ბატონო. მინდა რომ დღეს განსხვავებული ინტერვიუ გქონდეს, რა თქმა უნდა შევაჯამებთ გასულ წელს, იმიტომ რომ რთული წელი იყო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ მანამდე, მინდა ისეთი შეკითხვები დავსვა, რის შესაძლებლობაც აქამდე არ მქონია. ძალიან ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ან დრო არ გვაძლევდა. ამას ინტერვიუს ველოდებოდი. მარტო ჩემთვის არ მინდოდა პასუხები, მინდოდა მაყურებლისთვისაც. ძალიან მაღალი ცნობადობა გაქვთ საზოგადოებაში, დიდი პოპულარობით სარგებლობთ. ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ჭყონი. ახლა ვიცით ხო, უამრავი შემთხვევა, ბევრი ცნობილი ბრენდი არსებობს მსოფლიოშიც და საქართველოშიც, მაგრამ შეიძლება მომხმარებელმა არც კი იცოდეს, ვინ არის მწარმოებელი. აი დღეს საქართველოში Coca-Cola უფრო პოპულარული სახელია თუ თემურ ჭყონი, ეს კიდევ შეიძლება საკამათო თემა იყოს. თქვენ რით ხსნით ამას? ასოცირება როგორ არის? რატომ ხართ ასეთი პოპულარული ყველა თაობაში? რთული კითხვა არის, იმიტომ რომ არ ვარ მზად პასუხის გასაცემად. დავფიქრებული და შეიძლება არ მიფიქრია, რა ვიცი, არ ყოველ შემთხვევაში შეიძლება მიფიქრია, მაგრამ ამისთვის ესეთი დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მე ბევრი შეხვედრები მაქვს. არასდროს არ ვერიდები ურთიერთობას, რაც თავარია. დაცვა არ ამყავს, ამიტომ იულია ჩემთან კონტაქტი და ურთიერთობა. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას აწყობენ და იმედი მაქვს, რომ ჯანზე ვიქნები და მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიც არის ჩვენი ქვეყანა, უფრო იყოს რაც ჩვენ ხასიათშია და არ იყოს მოჩვენებითი. ამიტომ საუბრობთ რა ჩვეულებრივად და ანუ გახსნილი ხართ მაქსიმალურად ყველასთან. და ეს არის პოპულარობის ერთ-ერთი ზღუდე, რომელიც არსებობს თქვათ რაღაც ბარიერი და დაცვა რატო არ ყავთ? იმიტომ რომ თქვენ კი არა ბიზნესმენს, დღეს ახლად შემდგარ პოლიტიკოსებსაც კი ყავთ. მიუჩვია დაცვაში ყოფნას, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანაში ვცხოვრობ. არ გეშინიათ არაფრის? არა, შიშირაში არ მიმიქცევი ყურადღება ამ თემისთვის, დატვირთვა არ მიმიცია, რომ ვისგან უნდა ვიყო დაცული. წელი რომ შევაჯამოთ, ძალიან რთული წელი იყო და რა ვიცი, სხვა შემთხვევაში ალბათ ამ შეკითხვით დავიწყებდი, ხო? პოლიტიკური კრიზისის წელი იყო, ბევრი გამოწვევა ვნახეთ დაწყებული საპროტესტო აქციებით, დაპატიმრებით მოქალაქეების თუ პოლიტიკოსების საერთაშორისო დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობებით გაგრძელებული და ზოგადად რა ვიცი საპარლამენტო ბოიკოტი და ბევრი გამოწვევა იყო. საინტერესოა ბიზნესმა როგორ გადაიტანა ეს წელი და რამდენად შეეხო ნეგატიური თვალსაზრისით ყველა ის სირთულე, რომელიც გამოიარა ქვეყანამ.
დღევანდელი ბიზნესმენები, რომელიც საქართველოში ოპერირებენ, მოდიან ისეთი რთული პერიოდიდან, განსაკუთრებით ჩემი თაობა, ისეთი რთული პერიოდია გავლილი არა მარტო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ იმ საქართველოში, რომელიც დამოკიდებული, გაცილებით დიდად იყო დამოკიდებული იდეოლოგიურად, სტრუქტურულად, გავლენების ქვეშ იყო. ისეთი სკოლა გამოვლით დღევანდელ ბიზნესმენებს, რომ დღევანდელი სიტუაცია შეიძლება თამაშათაც კი მოეჩვენოთ, მაგრამ ეს ხუმრობით. რეალურად რო შევხედოთ, თქვა უფრო სწორად, ხო? თქვენ დასვიტყვით, ხო, გასული წელი იყო ესეთი. მე ოპტიმისტურად ცხოვრობ საერთოდ და გასული წელი ჩემთვის საინტერესო აღარ არის. მთავარია რომ ეს გასული წელი როგორიც იყო, ის დამთავრდეს როგორც იყო. და მომავალი წელი დავიწყოთ როგორიც ჩვენ გვინდა. ეს არის უფრო სწორი ჩემი სურვილი, ვიდრე გასული წელზე დავიწყოთ წუწუნი და რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა დაიფაროს გასულ წელს წელევან წელს ჩაყრილი რაღაც მომენტები, თქვათ ის უსამართლო მოქცევა, ქიშპობა, სიძულვილი, ჩასაბრება, ყველაფრის მიმართ კრიტიკა და ეს ყველაფერი დარჩეს ამ წელს. მოდი ესე უსურო და მომავალ წელს, რა თქმა უნდა, ეს ილუზია. მომავალ წელს დავიწყოთ მხოლოდ კარგით შეუძლებელია, თქვათ, გაიდეალიზება ამ ყველაფერს, მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ ის რაღაცა აგრესია რაღაც იცო და დაიწიოს და უფრო სხვანაირად შევხედოთ, იმიტომ რომ თუ ატყობ ძალიან ჩქარა გადის დრო. ძალიან სწრაფად გადის. ძალიან სწრაფად გადის დრო და ამ სისწრაფეში ჩვენ აი ამ სიტუაციაში საუბრებში კარგავთ ძირითადად ერთმანეთის პატივისცემას, სიხარულს, სიყვარულს, შვილებს და ეს ყველაფერი ხო არ იკარგება. რა არის მთავარი რაც გვასუსტებს და გვანატყურებს ქვეყანას გულისხმობ ამ შემთხვევაში არასწორი ანალიზი და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ემპათია გვაქვს დაკარგული. აი ის რა შესაძლოა არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ესეთი შთაბეჭდილება შემოგვიყვება, რომ ვინმეს ამე ვაპატიოთ. აი თუ რა და მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში რაღაც გამოჭერის მომენტი უფრო არის ჩვენთან, ვიდრე დაწყრარების, რომ აი რაღაცა დავიჭიროთ და გავანადგუროთ ბოლომდე და ამაზე მაგრად ვკაიფობთ. ეს არის ჩვენი რაღაცა ცხოვრების ნაწილად იქცა, რაც მიმაჩნია, რომ ეს უდიდესი ის არის, რა ქვია. ამაზე გწყდებათ ხოლმე ყველაზე მეტად, აი გული რაზე გწყდებათ, როდესაც მიმდინარე დღის ამბებს. გული რაზე გწყდება, იცით? ქვეყანა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, თუ რეალურად რო შეხედა, არის ულამაზესი ქვეყანა, ხო? ულამაზესი ხალხით. ნორმალურ პირობებში მე ახლა ბევრ პოლიტიკოს, ბევრ ცხოვრებას შევხედი ვარ იმის გარეშე, ტელევიზიის გარეშე და ინტერვიუების გარეშე, ესეთი არაჩვეულებრივი ხალხი წარმოუდგენლად ნორმალური ხალხია და მიგვისხმონა ხანდახან, როგორ შეიძლება ადამიანი აქ ესეთი კარგი იყოს და იქ ესეთი რადიკალურად განსხვავებული იყოს და აი ეს არ ვიცი ამ მომენტში სად თამაშობენ, აქ თამაშობენ კეთილებს თუ იქ ბოროტებს, არ ვიცი. მართალით რომელი ადგილი მოუძებნო, არ ვიცი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი თუ თამაშობენ, ითამაშონ ეს, რაც ჩვენ მოგწონს. კეთილი პოლიციელის როლი. რა თქმა ეს იყოს, ითამაშონ ეს, თუ თამაშია და თუ მოთხოვნილება აქვს სიკეთის აბსოლუტ სიკეთეზე ლაპარაკი წესიერების და როდესაც ამბობენ სიყვარული არ იყოს ფარშივად ნათქვამი იყო თუ გიყვარს გიყვარს თუ არ გიყვარს არ გიყვარს აი ცოტა რთულია ახლა ამის გაიდეალიზება და ხალხი იტყვის შეიძლება არასწორად შეგაფასო მაგრამ მართალი ცხოვრებაც არც ისე იოლია სხვათა შორის მაგრამ ასე რთული მაგრამ სულ რომ შენი თავი მიუძღვნა მორგებას და მთელი ცხოვრება ერგებოდე, იმიტომ რომ სარგებელი მიიღო, ეს არის კატასტროფული ცხოვრება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავის კარიერას მორგებით იწყებენ, ვიდრე ცოდნით, შრომით, მოვერგო და ერგებია ხშირ შემთხვევაში და ამ მორგებაში ისეთი მაგარი მსახიობები ჩამოყალიბდებიან ხოლმე, რომ ცნობილ მსახიობებს
გაუგვირდებათ ესეთი ფასადური სახის შექმნა. არაერთ პოლიტიკოს შევხვდრი ვარ, თქვით და ერთ ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა. შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ამ ამბის შესახებ. მოგვიყევით რა როგორ დაგეხმარათ ედუარდ შევარდნაძე, რომ საქართველოში მაკდონალდსის ბრენდი შემოგეყვანათ. ტყუილად არ დაუგემოვნებია პირველი ჰამბურგერი, სხვათა შორის თავის დროზე, როცა პირველი თვითონ ედუარდ შევარდნაძის მარტო ამ ერთ წუთი დაუთმოთ, ხო, რაღაც არის, რაღაც წარსულზე ვსაუბრობთ. ხშირი ურთიერთობა მქონია და წარმოუდგენლად დიდი დონის პოლიტიკოსი იყო ეს. ამას მარტო მე არ საუბრობ, ამას საუბრობენ ის პოლიტიკოსთა ელიტა, რომლებიც ერკვევიან პოლიტიკაში იმ ფორმულებით და იმ დიპლომატიით, რაც ქვეყნები იმართება და პოლიტიკა იმართება და არსებობს კატეგორია ადამიანებს, რომელსაც შეუძლია გადაიყვანოს შევარდნაძე და თქვას უშუქობა, რაღაც ქვაბებს ხარშავდა და ამ დონეზე თუ დავიყვანთ ეს სხვა თემაა, მაგრამ გლობალურად რო შეაფასო, წარმოუდგენლად დიდი პოლიტიკოსი იყო. ეს ჩემი შეხედულება ახლა მე შეიძლება ჩემი შეხედულება არავიზე არ უნდა გავრცელდეს, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს. ხო, მით უმეტეს ერთ შემთხვევას მოვიყვები, რომ შევარდნაძე რო ჩამოვიდა, გვაგდროა. კი. შევარდნაძე რომ ერთ-ერთი შეხვედრა ჰქონდა ძალიან დიდ მოწვეულ სტუმრებთან და მოწვეულ სტუმრებში იყო მაგითი შევარდნაძის ყოფილი თანამშრომლები, თანამებრძოლები, ესე ვთქვათ, და ეს ხალხი ვინც კომუნისტურ სისტემას ქმნიდა მასთან ერთად. და ყველა გამოდიოდა რატომაც ეგონა რომ კომუნისტური სისტემა ბრუნდება, შევარდნაძე რო დაინახეს ამ ყრილობაზე და მეც იქ ვზივარ და უყურებ, მეც სხვათა შორის გული გამისვა რომ დავინახე ამდენი ყოფილი პარტიული მუშაკი, კაი სიტყვა ხო, მუშაკი, ყოფილი პარტიული მუშაკი. და ეს მუშაკები ხდებიან და ის ხდნენ და რაღაცა საუბრობენ და დაიწყეს ჩივილი კი რაღაცა შეპარული შეჩივლებასავით გამოვიდა შევარდნაძე და შენ დროს არ გაიყო ჩვენ დროს რაღაცა ტრადიცია არ ლაპარაკობენ, მაგრამ გავდა. ხო, ამათ რომ მოусმინას, მოკლედ რომ მოგიყვერო, დიდი თუ არ წაგართვათ, შევარდნაძე გამოვიდა თქვა ესეთი არაჩვეულებრივი ტექსტი, რომელიც დაამახსოვრდა, რომ აღწერა თავის კარიერა, რომ იყო კომკავშირის მდივანი პირველი, ქალაკომის პირველი მდივანი, ცეკას მდივანი, მინისტრი პოლიციის, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, პოლიტბიუროს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ყველაფერი უთხრა, აი კომუნისტურ სისტემაში რაც არსებობდა პრივილეგიები, ყველაფერი ნანახი მაქვს, რა უთხრა, აი ყველაფერიო. აი გეუბნებით არ ვარგოდა, დაივიწყეთ და დაიწყო ბრახური, როგორც უფრო აგრესიული იყო და ისეთი ახთოვანება გამოიწვია მისმა მოქმედებამ, ჟესტმა, რომ ხო, ეხლა ჩემთან დაკავშირებით რა იყო, მაგდონალდს რა კავშირი ქონდა. ეხლა მე და თეგა ემოციურად, ძალიან ემოციურად გადავწყვიტეთ, რომ კოკაკოლას არ ახარმართ, მაგდონალდს უნდა გქონდეს და კოკაკოლის უთხარით, რომ შეხვედრა შეიძლება დაგვინიშნოთ მაგდონალდის ადამიანებთან, ვინც წყვეტს სხვა ქვეყნებში მაგდონალდის ინვესტიციას და ნებართვებს ეს შემდეგ და რა პრობლემაა, ვითხრეს და მოგცეს ჩიკაგოში ესეთი ვიცე-პრეზიდენტი იყო მაგდონალდის უსიმპათიურესი კაცი, მე თუ ნახავთ ჯიმ კანტალოპო, ესეთი იტალიელი, წარმოუდგენლად მაგარი ტიპი იყო და იმასთან შეხვედრა დაგვინიშნეს. Τώρα ჩავერთი დიდი ისტორიები გზაში რაღაცები შეგვიძლია. ბარგი დაკარგეთ, მოკლედ ხუთი ზომი დიდი ტანსაცმლით მიხვედი. რაღაც ბევრი რაღაცები პრობლემები შეუდგა თავისი რაღაც კურიოზებით და ჯიმ კანტალოპო მითხრა ესეთი რამე, რომ ერთ-ერთი პირობა ჩვენ რო ფრენჩაიზი და მაგდონალდს უფრო მოგწევთ, შევარდნაძე ლეგენდარული, ესე თქვა, ლეგენდარულ შევარდნაძესთან შეიძლება შეხვედრა თუ არა. ამ დროს ესეთი პერიოდია, რომ ისი როგორ პერიოდია, რომ ყველა დღეს ეძებენ ინვესტორს და მას წარმოიდგინე რა იქნებოდა, რომ ყველა კარების გაღებაზე ალბათ შევარდნაძე ინვესტორს ველოდება და ვიღაცის ჩამოსვლას, რომ ოღონდ უნდა შემოიძეს და ელაპარაკოს დამისთვის მარტოვასთან ისეთი ხალხი ელაპარაკებოდა დღის განმავლობაში არეული საქართველოში და ისეთი ხალხი, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის საბჭოთა კავშირის ალბათ აი ქონდა მოსული და ერთი ნორმალური ადამიანი. ხო და ისა რა ქვია. მე ძალიან შევიცხადე გამბავი.
მომენტი ვნახე, რომ რაღაცა ფასი მინდა მქონდეს, რაღაცა. მე ვუთხარი, რომ ისა რა ქვია, ეს ურთულეს თემაა, მეთქი ვუთხარი. ძალიან დაკავებულია, მაგრამ ეცდები თქო. აი როცა ეცდებიო, ეხლა და კანდალობა მიფიქრა, რომ ეს ალბათ ამერიკულ ბიუროკრატიაში და მთელ ევროპის ბიუროკრატიაში შეხვედრების დანიშვნა და რაღაცა თვეებით ჭირდება ხო რაღაცა დღევანდელი სიტუაციის რო გადახედავ. ეგრეთი სტანდარტით მიუდგა ამ თემასაც ჩემთან. ხო და და დავცილეთ ესე რომ ერთ-ერთი პირობა იყო უნდა შევახედრო ამას და ვაჩვენო რაღაცა. ჩამოვედი და ბატონ ედვარდ მე ვუთხარი იქ ვიყავი ჩიკაგოში ესე ხვდი რაღაცა მოუყევი რაღაცა და ვიცინეთ. და პირობა უნდა თქვენთან შეხვედრის და ჩამოვიდესო მე ვუთხარი ცოტა ხანი ვალოდინოთ. ხო რაღაცა დავიფასოთ თავი. არაო დასაფასებელი თუ არა გვაქვს. ხო და მივწერე მე შევატყობინეთ ჩიკაგოში რომ მხოლოდ ამ პერიოდში ძალიან მეთქი. არ უთხარი აი ამ პერიოდში მე შეიძლება 10 წელი შეგვდო და ჩამოვიდა და მოკლედ შევარდნაძის აი ამ ქარიზმით, ამ თავის იუმორით, ამ არაჩვეულებრივი მიღებით, თავისი წარსულით, ძალიან დიდი როლი ითამაშა სხვათა შორის და მაგდონელდსის შემოყვანაში საქართველოში. პოლიტიკა ვახსენეთ და აი სხვადასხვა დროს იყო ხოლმე ეს მოარული ხმები, რომ თემურ ჭყონია მოდის პოლიტიკაში. მოდის, ხო. მოდის. მოდი ეს სიტყვა გავარჩიოთ, მოდის. ხო, აი ბოლო გავიხსენო ჭორი, სხვათა შორის იყო წინა ადგილობრივი არჩევნების დროს, რომ შეიძლებოდა მერობის თბილისის მერობის კანდიდატათაც გეყარათ კენჭი. გულწრფელად მითხარით, არასდროს გიფიქრიათ და თუ არ გიფიქრიათ, რატო? აი რით ჯობს ბიზნესი? კრიტ, არასოდეს არ მიფიქრო, მაგრამ წინადადები მქონდა უამრავი. არ მეტყვით ვისგან. თუ ყველას ნებისმიერი აი ვინც წარმოგიდგენია თქვა, ხო? რა პოზიციას ეს მითხარით? არა, არჩევნებში? პარლამენტში, ხო. არჩევნებში ის იყო. პოზიციებიც შემოუთავაზებია თქვა. რაღაც თემები იყო, მაგრამ არ მიზივდა და არასოდეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ამბიციური არა ვარ და ვიცი რომ სხვათა შორის ამბიცია ცუდი სიტყვა არ ყოფილა. არა, ხო, მე ცუდი სიტყვა მეგონა რაღაც ასაკამდე. ამბიციური და იყო. ჯანსაღი ამბიცია კარგია. მოდი, ჯანსაღი ამბიცია კარგია, ხო. ამიტომ პირველ რიგში ჩემ თავზე არ მქონია ესე წარმოდგენა. ეხლა თავდაპირველობაში არ ჩამითვალოთ. მეორე თემებს, რომელსაც მე ვაკეთებ, გაცილებით საინტერესოს ხედავ. ჩემი ცხოვრების ნაწილია და ამ ცხოვრების ნაწილი უარი უნდა ვთქვა და ახალი დავიწყო და რაღაც და შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს და სასწორზე ვერ ვაყენებ. მესამე ჩემს მეუღლესა კატეგორიულად აკრძალული, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რომ პოლიტიკურ თემებს არ გაეკარო და მაგის რიგიც მაქვს და არც ვეკარები და ამიტომ თუმცა ხშირად გეკითხებიან აზრს პოლიტიკურ თემებზე. პოლიტიკურ თემებზე ნებისმიერად ქართველი და პოლიტიკური თემები რომ დაიწყოს ჭორაობა ეგრეთ ქართველი სად არის. და ანგარიშსაც უწევენ ხოლმე თქვენს ნათქვამს. ხო, მაგრამ მე მგონი ბოლომდე არა. ნუ აინტერესებთ ყოველ შემთხვევაში. ინტერესით უსმენენ რა სიტყვის თემურ ჭყონია დაუშვათ ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედებაზე ან ოპოზიციის რომელიმე რაღაცა გადაწყვეტილებაზე. ხშირ შემთხვევაში შეიძლება მართალს მომარა არც მართალს უსმენენ, მაგრამ არ მიჯერებენ ხშირ შემთხვევაში. საქართველოში არ არის მიღებული რომ კაცეუბნებიან კომპლიმენტს, მაგრამ თუ გაიხსენებთ აი ყველა ჩვენი შეხვედრის დროს თქვენც გითქვამთ ჩემთვის კომპლიმენტი რა კარგად მე შევისწრებოდი ამ ბენზინზადია. და მეც მithქვამს, ძალიან დიდი დროა მე და თქვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ალბათ ერთი 20-25 წელი და მე კი დაახლოებით. კარგად გამოიყურებით. მე? ხო, და რა იმ ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ? ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ, მაგრამ მარტო ეს ჯანი არ უნდა ამუშაო, ტვინიც უნდა ავარჯიშო და ეს არ უნდა დაკარგო. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ჯანიანი ძლიერი, იმიტომ რომ ავარჯიშოს მარტო კუნთებს და ტვინიც თუ ამუშაო, ბალანსი დაცული იქნება და სადღაც მოვისმინეთ თქვენ ამბობდით რომ აი რაც არ მიყვარსო, რა ვიცი, ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანო სიტყვა აკრძალულია ან სასტიკად აკრძალულია. არის რაიმე რასაც საკუთარ თავს უკრავს. ეს წარწერები არ მომწონს. მე წარწერებზე გითხე, გახსოვს მე? ისე რა არის აკრძალულია.
თქვა სადაც შესულა და მეორე არის სასტიკად აკრძალული და ესე იგი რა განსხვავება აკრძალული სასტიკად აკრძალულში არ ვიცი. ესე იგი აკრძალულის შესულა შეგიძლია და სასტიკად აკრძალულში არ შეგიძლია და მესამე კიდე ახლა ახალი თემა შემოვიდა რომ ძალიან საინტერესო თემაა რომ ეს ქთამზე იმიტომ დაიჭირესო რომ წითელი ხაზი გადაკვეთაო. აჰა, ხო. და მე დავიწყე ჩემთვის ფიქრი. თურმე ქთამი ხაზებით ყოფილა, ლურჯი ხაზზე რამდენი ფული უნდა იყო, ყვითელი და წითელი ყოფილა ყველაზე, ესე იგი, ქთამის აღების ის ყოფილა. ფერადები რაღაცა, ხო, რაღაცა და წითელ ხაზამდე შეგიძლია აიღო ქთამი, წითელი არ უნდა გადახა. თუ წითელი გადაკვეთე, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მექთამი არ ქვია, შენ ქვია მექთამეს აჯობე, რაღაცა. ესე აი თორე ლურჯ ხაზამდე თუ აიღე გაჩნია პრობლემა არა. რამდენს როგორ ვამბობთ ხოლმე შეჭამ. ხო, აი წითელი ხაზი გადაკვეთა, აი მაგალითად დანაშაულში შეიძლება თქვა, რომ წითელი ხაზი გადაკვეთა რატომ ჩვენთან ზოგადად ცნობილია რომ ნემსის და აკლემის ქურდი ორივე ქურდია და კორუფციაში ასე არ ყოფილა. ნემს თუ მოიპარავ შეიძლება, თავარია აკლემი არ მოიპარო. აკლემი არ მოიპარო, აი თქვა, აი რაღაცა აი წითელი ხაზის გადაკვეთა ცოტა ჩემზე იუმორი შევხედე ამ იმიტომ რომ თორემ მანამდე შეიძლება. არა, საინტერესო ფრაზა თქვით მაგ კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით ზეპირად მახსოვს მეც დარწმუნებულება ბევრს ჩარჩა მეხსიერებაში, რომ არა თუ საშოვნელად მოსაპარად თუ ამდენი ფული არსებობდა საქართველოში, ვერც კი წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია. არის რაიმე, რაც დღესაც ბავშვით გახარებთ? არის. რა? დამიჯერებ მე რომ გითხრა? ხო იცით რომ გჯერამე. აი მაგალითად ვერაფრით ვერ შევეგუე დედას ფიცვარ, სერვე გულახდილა თქვით, აი ესეთ წარწერას ყოველგვრის ვერ ვეგუები. რატო? აი ვერ ვეგუები, ვერ აღიქვა, აი ისეთივე ის ემოცია როგორც დაწყეში. რატო ეს ზილები რო გადაღებეთ წითლად მაგის ზილები რო გადაღებეთ ხო ზილების გადაღება ძალიან კაი ამბავი მოიგონეს შენ ზილები რო ზილი იყო ჩვენად ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს აი შემეუნები ახალგაზრდა თაობას უყვები ხოლმე ხშირად ხანსაც შეხვდები ხანდა მაყოლები რაღაცები მეც უყვები არ მეზარება ზილები იყო ხაგისფერი და მანქანების დისტრიბუცია მანქანები ახლა როგორც ახლა კლასიკური იყო შეიძლება არ იყო და იმითი მაშინ არ იყო ეს პოლივიზატორები და რამე სად იყო მაშინ პუნჯი და თან უხეში პუნჯი იყო ესეთი ლამაზი პუნჯი კი არ იყო პუნჯი არ იყო იმას იყო რაღაც კატასტროფა ეს არ იყო ესე ორჯერო წავსვათ მე ეს ხმებოდა ის თმები თუ რაღაცა პუნჯი რასაც ქვია რომ მე უნდა ჩაგედო ნავთში და მე და მთელი უბედურება იყო მოგეთ გადავღებეთ რა და უცხოელები რომ ჩამოვიდნენ ნახეს ეს ხაგისფერი ზილები გადაღებული თვალებზე ესეც სრემისავით მოადგა და შევეცოდეთ მე ვფიქრე შევეცოდეთ ალბათ ვერ წამოვიგინეთ ისე ხო და აი და ეს ემოცია ან ემს რო დავინა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემს ბიზნესს ვაქებ აი Samsung-ს რო დავინახავ განათებული თბილისის რეკლამებს რო დავინახავ ეს ვერ ვეჩვევი რომ ჩემი მე თქვა ახალგაზრდობის დროს ეს ყველა ფილმებში რაც ქონდა ნანახი რეალურ საქართველოში ვხედავ და ვერ ვეგუები ამას არა მარტო კოკოლაზია რა საუბარი ნებისმიერ თემაზე ვერ ვეგუები აი იმდენად მიხარია რომ ჩემს როგორც სხვა ემოციებს ტოვებს რა არის აი ნახევარი საუკუნე ხო გამოდის რაც ბიზნესში ხართ ბიზნესში კომუნისტების დროსაც ვიყავი, მაგრამ სხვანაირი ბიზნესი ვერ იყო. ხო, ნუ თქვათ ეს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას გულისხმობს. საბაზრო დავარქვა, თორე თავისუფალი არ ეს არ ყოფილა ბიზნესი სამწუხაროდ 35 წელი. რა არის მთავარი საქმეში წარმატებისთვის? წარმატებისთვის იც რა ხშირად საუბრობენ რა არის ცოდნა ხო? დისციპლინა. განათლება. მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორი დისციპლინით და დისციპლინით ხანდახან ცოდნას გადაფარო. მიხვდით ხო?
აი სწორი დისციპლინით დაჟინებული ქცევით შეიძლება ცოდნაც გადაფარო კი. ამიტომ შეიძლება საუბრობენ მთავარია ცოდნა და რა თქმა უნდა მთავარია, მაგრამ თუ ზარმაცი ხარ ცოდნაში და რამის მიღწევა გინდა, შეიძლება აი ჟინით, დისციპლინით უფრო მეც მიაღწიო ვიდრე თქვათ, უფრო ბევრს მიაღწევ თუ ერთ დაბალანსებულია ცოდნა დისციპლინეს იშვიათია, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ დაჟინება, ჟინი და დისციპლინა არის წარმატების საწინააღმდეგო. იღბალის გჯერათ? იღბალი, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი. იღბალი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე მაგალითად რაც ვარ, არის იღბალის შედეგი. იღბალია რა. მე მგონი რა არის იღბალი? რაღაცა სასწაულია? ერთი რაღაცა რომელიღაც მეცნიერმა თქვა, რომ ანგელოზი ყველას უკაგონებს კარებზე, ხო გაიგეთ ესეთ რაღაც, მე მგონი ედისონი ყვა, ყველას უკაგონა მთვარე ამ დროს არ იყო თვალი და არ უნდა გეძინოს, რომ გაუღო კარები, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აძლევს რაღაც შანს ყოველთვის. ნებისმიერ ადამიანს მე ამის ჯერავს. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით, როდის დავიკაგონებს ანგელოზი და არ უნდა გავუშვათ ხელიდან, ეს არის მთავარი. ყველაზე არა რეალისტური წარმოუდგენელი ამბავი, რაც საკუთარ თავზე მოგისმენიათ. ჩემ თავზე მომისმენია? ხო. ჩემ თავზე ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომისმენია. არაფერი არ არის. არაფერი ისეთი. ბევრი ცუდი რა თქმა უნდა, ჩემ მეუღლე კითხულობს ხოლმე და მე ვითარმის ამას არ ვაქციო რა თქმა უნდა, ყურადღებაზე არ მოქმედებს, იმიტომ რომ თემა რომელიცაც მე ვცხოვრობ და ვისთვისაც მე ვცხოვრობ და ვისაც მე ვიცნობ, იმათ მეცემ მე ვინც ვარ და ვისაც აინტერესებს რეალური თემურჭონი მოვიდა და ნახონ. ახალი წლის თუ გჯერათ და ახალი წლის სასწაულების და საინტერესოა რამე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვთ ამ წელს და შემდეგ მილოცვებზე გადავიდეთ და საჩქარიც უნდა გადმოგცეთ. რა არის დღევანდელი ჩვენი სლოგანი, ხო, იმის, რა ქვია, კოკოლის, რომ სანტა უნდა ყავდეს ყველას. ეს იმის მაჩვენებელი, ეს არის არაჩვეულებრივი ტექსტი, სანტა უნდა ყავდეს ყველას, ან თვითონ უნდა იყოს ყველას სანტა და ეს შემდეგ. თქვენ ხართ ბევრი სანტა, ეს ჩანს? ვცდილობ. იმიტომ რომ ადამიანები ვინც სოფლიოს შექმნეს და ვინც ბიზნესში შექმნეს და ვინც ბიზნესი დააფუძნეს ფილოსოფია, რომ წაიგეთხავ მათ წარსულს, ყველას აქ რაღაც წვალებით მოტარილი ამ დღემდე თავის ცხოვრება და მე იწყებენ უკვე გაცემას იმ სიკეთის რომელიც სიკეთე ცხოვრება და ადამიანმა ისეს მათ. ამიტომ ეს მომენტი რომ შენ არ უნდა იცი როგორ არის საქმე, უნდა იყოს ადამიანი რომელიც მეორე ადამიანს გიგულობს რა. ეს არის მნიშვნელოვანი. უნდა გესმოდეს მეორე ადამიანს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დეფიციტია რაც გვაქვს. უნდა გესმოდეს მეორე ადამიანის, არ უნდა შეიძლება ბოლომდე ვერ გაუგეთო, მაგრამ მოსმენით მაინც უნდა გესმოდეს, რომ ეს არის ადამიანებითი ჯგუფი, რომელსაც შენი ცხოვრების ნაწილია, შენი გარემოს ნაწილია და ისე შემდეგ. ემპათია არის რაღაცა, რაც დეფიციტშია დღესდღეობით ხო, მაგრამ ეს ხო გითხარით, ეს თავი არ გაძლიერდეს, რაღაცა დარჩეს. გაქვთ რაიმე ამბიციური გეგმები, როგორც ბიზნესმენს, მომავალი წლისთვის, რამეს დაგვიანონსებთ? ბევრს, ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. კოკოლის გარშემო გვაქვს წყლის ბიზნესი ძალიან იზრდება და კიდე ერთი ქარხანა უნდა დავდგათ. მეორე მუშაობდები ახლა ძალიან საინტერესო პროექტი კოკოლასთან ერთად, რომ დამუშავების პროცესშია გეტყვი და არც დასამალი გვაქვს, რომ შეიძლება კონცენტრატების ქარხანა შეიძლება გავაკეთოთ და შევთავაზოთ დღევანდელ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას, რომ
შესაძლებელი ახალი ჯიშები შემოვიტანოთ ხილის ჩვენ თვითონ გავაშენოთ რაღაცები კონცენტრატები ერთ სიტყვით იმ წარმატების კოკოლა რა არის ხო დიდი კომპანიები აფასებენ იმ შრომას და იმ მიღწევებს რომელიც შენ აკეთებ იმიტომ რომ ჩვენ როგორც ქვეყნის ბაზე განჯასაღებისათვის ეკონომიკის ისე კომპანიისთვისაც მუშაობთ ხო იქ დიდი ფასეულებას ღირებულებას ვწევთ და ესე შემდეგ ამას ხედავენ იმ ინვესტიციებს მე გეტყვი ერთ ამას რომ წინა პერიოდი იყო როდესაც ჩვენ ტრეინინგებზე და გამოცდილების გაზიარებაზე სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდი და გვიწევდნენ დღეს აბსოლუტურად შეცვლილია ვიზიტორთა რაოდენობა რო ნახოთ ჩვენთან რამდენი ქვეყნიდან ჩამოდიან ჩვენი გამოცდილების გაზიარების ტექნოლოგიების შესწავლის ხარისხის ბუნებასთან დამოკიდებულება როგორი გვაქვს ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახლა იქნება ნარჩენების შეგროვებაზე ზრუნვა აი მაგალითად ახლა კონტრაქტი დავდეთ რომ შუშის ბოც რომელსაც ვადით ჩვენება სოლა შევაგროვებთ შემდეგ ეტაპია პლასმატის შეგროვება შემდეგ ახლა მაგალითად კონტრაქტი გვაქვს მოწვეული გვყავს გერმანიის სპეციალისტი რომელიც სწავლობს ნარჩენების რაოდენობას შემადგენლობაზე შემდეგ ჩვენ არ ვართ გამოყოფილი იმ პრობლემების და საკითხების გარშემო რაც საქართველოს და მსოფლიოში ხდება ეს არის გარემოს დაცვა ადამიანის კეთილდღეობა ხელფასების მომატება შექმნა იმ გარემოსი სადაც ადამიანი გზნობს ბედნიერად თავს ესეთი თემა არსებობს რომ ხშირად საუბრობ გარემოცვლის ადამიანს ხო ესეთი არსებობს მეორე თემა რომ გარემოში ვლინდება ადამიანის თვისება ეს მეორე თემაც არის აი რა გარემოში გარემოს ქმნი რომ ადამიანმა თავის თვისება გამოავლინოს მაღალ დონეზე ამიტომ გარემო უნდა შექმნას ადამიანმა თავისი ნიჭის ცოდნის კულტურის რეალიზაცია მოახდინოს ხო აი ესე თემებზე საუბრობთ და ეს კონცენტრატების თემა ჩვენ არ გვაქვს მე არ ვიცი ეს დეტალურად ეს თემა საქართველოში არ გვაქვს კონცენტრატების ქარხანა ის იმ დონის და იმ ხარისხის კონცენტრატების ქარხანა რასაც კოკაკოლა ხმარობს არ აქვს ახლა იმ სტანდარტი შეიძლება გვაქვს მაგრამ ჩვენ გვინდა ესეთი კონცენტრატების ქარხანა გავაკეთოთ რომელიც კოკაკოლა სხვა ქვეყნებში მიაწვდა საექსპორტო პროდუქცია შექმნა და ეს დიდი ძალიან დიდი თემაა თვითონ იმიტომ რომ ბიზნეს მოვალეობა რა არის ხო ერთი რომ თავისი ნიჭი შემთხვევით ვარ რა თქმა უნდა მოხვედრილი ბიზნესში თავისი ნიჭი და შესაძლებლობა მაქსიმალურად განავითაროს შექმნას სამუშაო ადგილები რაც შეიძლება კულტურული და ძლიერი და სტაბილური რომ ადამიანი ვინც მსახურობს გარემო იყოს ისეთი რომ თავის ნიჭი გამოავლინოს ბოლომდე და დაიხარჯოს და ბიუჯეტში რა თქმა უნდა სახელმწიფო ხშირად საუბრობენ რომ სახელმწიფო შემოსავლები გაიზარდა და ამ დროს უნდა დაამატონ რომ ბიზნესმენები შრომით მე მახსოვს 2024 წლის მონაცემები თქვენ ალბათ გვეტყვით 2025 წელს რამდენად გაამჯობეთ ეს საბიუჯეტო შენატანი თუ არ ვწდები სადღაც 130 მილიონ ლარს აჭარბებდა ეს იყო წინა და მაკდონალდი და კოკაკოლა წელს ბიუჯეტ შენატანით დახურავს ალბათ 375 მილიონამდე ეს კოლოსალური თანხა და მე ვფიქრობ ეს არ არის სატრაბახო ციფრი იმიტომ რომ ჩვენი პოტენციალი გაცილებით დიდია ხელს რა გუშლის? დრო რა განვითარდებით. ხანდახან ბიუროკრატიული თემა, მაგრამ ამ ბიუროკრატიულ თემას უნდა დაიწია, იმიტომ რომ ისეთ პროექტებს თავაზობთ უკვე რომ ვარისხმა. აი მე ძალიან მიხარია რომ მომავალ წელს თელავში გავხსნით მაკდონალდს ძალიან მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ მინდა რომ ეს თემა განვითარდეს ეს იმას არ ნიშნავს რომ გასაც უწევთ რა თქმა უნდა უწევთ კონკურენციას მაგრამ სტილი კულტურის რაღაც სხვა დონეზე ვინდა კარგი ბოლოსკენ რომ წავიდეთ რას უსურვებთ რა ვიცი ქართველ ხალხს ჩვენს მაყურებელს ქვეყანას საკუთარ თავს ხშირად საუბრობენ ჩვენთან რომ მაგალითად, როდესაც უნდათ რომელიმე ქვეყანასთან
ურთიერთობის დაწყება ტექსტი არის ესეთი რომ მოდი შევთავაზოთ და ახალი ფურცლით დავიწყოთ ცხოვრება. და შეიძლება ქართულ ხალხსაც შევთავაზოთ, შესთავაზოთ, რომ მოდი დავიწყოთ ახალი ფურცლით ცხოვრება, ვიდრე სხვა ქვეყანაში დავიწყოთ ახალი ფურცლით ცხოვრება. ძალიან საინტერესო და შესანიშნავი სურვილია. თქვენც მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, თუმცა დავიწყებდი მადლობით. მადლობით, რომ თქვენ როგორც ბიზნესი, სხვა ბიზნესების გვერდში მდგომი და მხარდამჭერი ხართ. ამიტომ მოლესკინის ბლოკნოტი, ვიცი რომ ყველა საქმიანი ადამიანის მარჯვენა ხელია, რაც არ უნდა ხა ციფრულ ეპოქაში ვიყოთ, აგერ მე ჩემ ბლოკნოტი მოვიდი, იმიტომ რომ საგულდაგულოდ ვემზადებოდი. მე ეგრევე ვიყავს. გიყვართ ხო? ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერებს ხო ხელით ვაკეთებთ და საუკუნეების განმავლობაში ამ ბლოკნოტმა მართლა განიცადა კომერციული ტრანსფორმაცია და რა ვიცი გამოჩენილი მხატვრებით, რა ვიცი, პიკასო, ვან გოგი ხელით აკეთებდნენ ხოლმე ჩანახატებს. დამთავრებული ძალიან დიდი კორპორაციების მენეჯერებით დღესაც იყენებენ ამ ბლოკნოტს და ეს თქვენ ჩვენგან საჩქარია? საჩქარია, ხო? ეს როგორ უნდა ვიხმარო? რაღაც თული რაღაცა. მეც არ გამიხსნია, ხელი არ მოვკიდე, რადგან საჩქარი იყო და მოკლედ ინსტრუქცია არ მოყვა? არა, არ მგონია. ერთად გადაცემის შემდეგ გავხსნა. ხო, ეხლა წიგნი არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი ამბობენ ახალ წელს, მაგრამ ეს ქართული ლიტერატურის ნამდვილი საგანძურია, ვეფხვის ტყაოსანი, უნიკალური გამოცემა, უმაღლესი საკოლექციო ღირებულებით, ეს არის კი. არდინალებია? ეს არის წერეთლისეული, ეს არის ბიბლუსის საკოლექციო გამომცემლობა, სულ 3000 ერთეულია გამოცემული. კი, და ყველა წიგნი არის უნიკალური და აქვს თავისი უნიკალური ნომერი. ასე რომ ყველა წიგნი არის მოკლედ როგორც გითხარით მაღალი საკოლექციო ღირებულების და მთელი გულით ესეც თქვენ ვეფხვის ტყაოსანი. ხო არ გენანება? არა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ჩვენგან. მაგარი ახალი წელია ჩემი. там პირველია. ძალიან მიხარია. რა საინტერესოა პირველ დეკემბერია და ორშაბათია და კი ბატონო, კი ბატონო. და მინდა რომ აი ყველა დღე ესეთი და კიდევ უფრო უკეთესი იყოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. თქვენ დაფასებისათვის. მადლობა.